ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ნიკა მელია, მთაწმინდის გამგებელი და თბილისის მერობის კანდიდატი. საღამოშვიდობის. ნიკა, თქვენ გახდით პრაიმერის გარეშე მერობის კანდიდატი, ხო? ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება, რომ პარტიული ლიდერებიდან არ ყოფილიყო მერობის კანდიდატი, თქვენ მაინც ნაკლებად ასოცირდებით პარტიის ბირთვთან. კი ბატონო, ვერაფერზე დაგეთანხმებით, გამარჯვებათ პირველ რიგში, ეს პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილება იყო პარტიის რომ ჩატარებულიყო პრაიმერიზე. ეს მართლაც აქამდე არ ჩატარებულა ქართული პოლიტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. უბრალოდ სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა დონეზე. ეროვნულ დონეზე ნამდვილად არ ჩატარებულა და არც თბილისში არ ამახსოვს მე მერობის კანდიდატი, ან მაჟორიტარობის კანდიდატი. თუმცა ეს არ იყო ამ პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილება. გიორგის გადაწყვეტილება იყო ინდივიდუალური, რომ ეს მოეხსნა და მან ეს გუშინ განმარტა თუ რატომ გააკეთა. ასე რომ მე მართლაც ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს იყო რაღაც პარტიის. არა, ჩვენ კონფლიქტში კი არ შემოვდივართ. უბრალოდ კითხეთ, რომ თითქოს იყო, ანუ გიორგი მოხსნა კანდიდატურა და დარჩით თქვენ. მოცემულობა ასეთი გვაქვს, დიახ. ხო და ჩვენ სწორედ გიორგის мотиваცია, ეს მისი პირადი мотиваცია იყო, რომ მოეხსნა თუ ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება, რომ ჯობია თქვენნაირი პერსონა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან იმავად სახსენებელ 9 წელიწადთან ნაკლებად ასოცირებულია, ვთქვათ, პოლიტიკური ლიდერშიპის ნაწილი არ არის. ნამდვილად არ იყო, უნდა ვიყო გულწრფელი და არ იყო მსგავსი რამ მაშინ რა კრიტერიუმით შეგარჩიეს თქვენ გითხარით? არავის მე თვითონ არა გულწრფელად გამონებით, ეს არ ყოფილა დაუშვათ შერჩევითი, არავისთვის არ უთხრობს, რომ ეხლა შენ გიორგი უნდა იყო მონაწილე პრაიმერიში, ან შენ ნიკა. გიორგი მას ინდივიდუალურად დამოუკიდებლად გამოთქვა სურვილი, რომ მიიღო მონაწილეობა პრაიმერიში და მეც ასეთივე სურვილი გამიჩნდა თავის დროზე დაახლოებით თავისუფლების სიონ დაჰკრა, დიახ, ძალიან დიდმა. და თქვენ გქონდათ ეს? ჩვენს ამ იმდენად ბევრი რეფორმა გატარდა შიგნით, დიახ, პოლიტიკურ გაერთიანებაში და ამას გულისხმობს ზუსტად, როდესაც ვაღოთ რამდენი წელია ხართ ამ პარტიის წევრი? მე დაახლოებით ვინაიდან კანდიდატი ვარ, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო, თუ რაღაც 2 კვირაა. ეხლა გახდეთ პარტიის წევრი. ილოცავთ. კი. ნარმანია არის უფრო მეურნე, თქვენი კონკურენტზე ვამბობთ, მეურნე ვიდრე პოლიტიკოსი, ასეთი იმიჯი აქვს მას. და ჩვენც ეხლა იმიტომ გეკითხებოდით წინასწარ ამდენს, რომ თქვენც ამ ნიშნით შეგარჩიეს, რომ ისეთი უფრო სამეურნეო რაღაცები გეხერხებათ. არა, მეხერხება ნამდვილად, ვინაიდან ამითა ვარ დაკავებული უკანასკნელი წელიწად ნახევარია, უშუალოდ თბილისის პრობლემების გადაწყვეტით, მანამდე 4 წლის განმავლობაში ამით ვიყავით მეტყველებად დაკავებული, თუმცა იმ ფრაზას და იმ დამღას, რომელიც დაუსვეს დათო ნარმანიას, რომ იგი არის მეურნე, კატეგორიულად უბრალოდ არ ვეთანხმები. ამაზე ვილაპარაკებთ, არ არის საინტერესო. ნამდვილად არ ვეთანხმები, რა კრიტერიუმებთან ერთმა ადამიანმა თქვა ის, რომ არის მეურნე და ჩვენ უბრალოდ ვართ იმ პოზიციაში, უნდა დავიჯეროთ, რომ ის არის მეურნე, რაღაცა ხომ ცხადყოფდეს იმაზე. მისიგუნდის წევრები ამბობენ, რომ თქვენ შეიძლება თქვენი შეხედულება გაქვთ, რომ მისიგუნდის წევრები ამბობენ, რომ ის არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი ინფრასტრუქტურის. წევრები იტყვიან მასე, რომ ისინი ასე ყოველ შემთხვევაში ნარმანია არ არის დიდი ხნის პოლიტიკოსი, გამოცდილი და ასე შემდეგ და შესაძლოა ეს ამიტომ მეტყველე საქმე მართლაც მე ამას არ ამბობ სიხარული და ნიშნის მომენტი. თქვენზე ვილაპარაკოთ დღეს. ბევრი პროექტი შეჩერდა მინისტრობის პერიოდში, რაც მინისტრად დაინიშნა ეს ადამიანი. ამიტომ თქვენზე ვილაპარაკოთ უფრო. ანუ მე მაქვს ესეთ შეკითხვა, რახან თქვით, რომ 2 კვირაა ვარ ამ პარტიის წევრი. ნაციონალური მოძრაობა ეს ის პარტია, ეს ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც საკუთარი თავის ასოცირებას ამ არჩევნებზე თქვენ დიდი სიამოვნებით მოახდენთ. იცით, რა თქმა უნდა, ეხლა ბევრისთვის შეიძლება შეკითხვაც მაქვს ამ თემაზე, მე ვნახე რეპორტაჟი სხვა ტელეკომპანიის ეთერში, სადაც თქვენი მამის კომენტარი იყო, რომელსაც თქვა, რომ არ გულშემატკივრობს იმ პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ეხლა უკვე 2 კვირა, ანუ თუ საკუთარი ხო, არც ერთ ჯერ დაიწყო არ პარტიას არ გულშემატკივრებს. საკუთარი ოჯახის წევრები ვერ დაარწმუნეთ, რომ ეს კარგი პოლიტიკური ძალა. არა, მე ძალიან მომეწონა ეს კომენტარი, არ ვფიქრობთ, რომ რა ვაკრიტიკებ, რომ თუ საკუთარი მამა ვერ არწმუნებთ, რომ ეს კარგი პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ამ მრჩეველს როგორ დაარწმუნებთ? პირადად ეხლა რაც შეიძლება სრულად აპოლიტიკური ადამიანია, ის იყო წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერა, უბრალოდ ნორმალური პროცესია. არჩევნებიდან არჩევნებამდე შენ იცვლი დაუშვათ შენს პოზიციას, ხო? მე დარწმუნებული ვარ, ის არც ერთ მოგწევი ხმას. დარწმუნებული ვარ, ხო, ნონსენს, არამედ ძალიან ბევრს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ სახელმწიფო კანდიდატი დავამარცხოთ, ამაში ვარ დარწმუნებული. რატომ დავდექილ სიამოვნებად მე პარტიასთან თავის ასოცირებას?
სიამოვნებით მე მორალურად უფრო გამართებული მიმაჩნია ვიყო იმ ხალხთან ერთად ვინც ძალიან ბევრი რამ გააკეთა წარმატებების კვალდაკვალ ბევრი შეცდომაც დაუშვა მაგრამ მე მაფსოვს 2002 წლამდე თბილისი და საქართველო მე ეს უფრო მორალურად გამართებული მიმაჩნია ვიდრე გამარჯვებულ გუნდთან დავდგეთ ამის შესაძლებლობა თავისუფლად ჰქონდა მაგრამ იმ ღირებულებებს და ფასეულობებს ნამდვილად მერებეშჩიკებზე აღსაუბრა ბატონო ნიკა რა არის თქვენი ამოცანა ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა მეორე ადგილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აიღო სიტყვით 20%. თქვენი ამოცანა არის ამ 20%-ის შენარჩუნება და ამ მაჩვენებლის ჩვენება თუ გამარჯვება? ვეკადებათ იმ წმენით ეხლა ვიტყვით გამარჯვება. არა ნამდვილად არა ისე როგორც დაუშვათ ბანალურად ჟირას ხოლმე მოვედით ჩვენ გასამარჯვებლად ნამდვილად მაქვს ის რწმენა და დარწმუნებული ვარ რომ წინა შემთხვევაში პრაიმერიშიც არ მივიღებდი მონაწილეობას რომ ძალიან სერიოზულ ორთაბრძოლაში გავუმართავთ ორთაბრძოლას სახელმწიფო კანდიდატთან და ნამდვილად მაქვს იმის რწმენა რომ მინიმუმ მეორე ტურში ჩვენ მოვიპოვოთ გამარჯვებას. ვინაიდან მგონია რომ ძალიან არაორდინალური არჩევნები იქნება. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. პოლიტიკურმა ძალამ ბოლო არჩევნები, რაც კი ჩატარდა, ყველგან წააგო თბილისი. სულ ბოლოს არ გულისხმობ ტოტალურად წააგეთ თბილისი. გასაგებია, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი იყო, როდესაც წაუგია ამ პოლიტიკურ გაერთიანებას და მოუგია რაღაცა პერიოდის შემდეგ. თუმცა დღეს არის აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა ჩვენ სახელმწიფო კანდიდატი გვყავს რომელიც ნამდვილად ობიექტურად არ არის ის რადაც ასაღებენ. არ არის აქ არის მერობის არჩევნები. ეს რა თქმა უნდა სამი თვე მარათონი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ თბილისელები დავარწმუნო იმაში თუ რატომ უნდა ვიყო მე თბილისის მერი და დავით ნარმანია უნდა დაარწმუნოს თუ რატომ უნდა იყოს ის. განსხვავება ჩვენ შორის არის ძალიან დიდი. მე თუ კი მოვახერხე და დავარწმუნე მე აუცილებლად მადლობას და გადაუხდით თბილისელებს და ანგარიშვალდებული ვიქნებით თბილისელების მიმართ და დავით ნარმანიას შემთხვევაში მან პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოს ნამდვილად ერთ ადამიანს და პირველ რიგში ანგარიშვალდებულს უნდა იყოს მასთან. არა, სწორედ ესე არის. არჩევნები გვაჩვენებს, ვინ გაიმარჯვებს, ვინ გადაუხდის ამორჩეულს მადლობას. თქვენ ახსენეთ, რომ შეცდომებიც იყო ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მმართველობის მერიაშიც თბილისის მერს ედავებიან რაღაც კორუფციასთან დაკავშირებით. თქვენ მაინც რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ შეცდომად და აი ნაკლად თბილისის მერის. თქვენი გიგი უგულავასი მაგალითად. მე მიმაჩნია რომ გიგი უგულავას ძალიან ბევრი რამ თქვენს დარწმუნებული ამაში მეთანხმებით რომ განსხვავებული თბილისი გვაქვს ვიდრე 90-იან წლების ბოლოს ქონდა ხო? ძალიან ბევრი იყო რა თქმა უნდა შეცდომები. მე დარწმუნებული კიდევ უფრო მეც გასაგებია მაგრამ ეს მოცემულობა ჯერ არ გვაქვს ხო? ხონდა დაუშვათ მოცემულობა 2003 წლამდე და დღეს ვართ 2013-ში, 14-ში, ხო? შეცდომა ჩემისაზე დამას ვერ დავარქვეთ. უბრალოდ უგულავა რა ყოფილიყო, რომ ნაკლებად ჩართული ეროვნულ პოლიტიკაში, კლასიკური გაგებით. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად გაცილებით მეც შეძლებდა ის თბილისის პარლამენტში გაგეთებას. ერთი ხომ არ არის პარტია. არანაირად არ არის, იმიტომ ჩემი პოლიტიკა იქნება თბილისი. ნამდვილად არ ვაპირებ და არც მიტაცებს ელემენტარულად კლასიკური გაგებით პოლიტიკა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკა უნდა იყოს ის, რასაც მე ვაკეთებ წელიწადნახევრის განმავლობაში და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ეს გულავის შეცდომა და პარტიის თქვენ ახალბედა ნაციონალი ხართ ახლა ორი კვირის სტაჟი გაქვს, მაგრამ მაინც ამ გუნდს იცნობ. ამ წინა ხელისუფლების ეს მართველი ძალა იყო, განყენებული პარტია არ იყო, ის შეზრდილი იყო, ხო, მთელს იერარქიასთან, სახელმწიფოსთან. თქვენ ამ წინა მთავრობის თავარ შეცდომად მაინც რა შეიძლება, რა მიგაჩნიათ? ალბათ ის გავიგეთ ძალიან წინარი ზედმეტი კონცენტრაცია, იცით, განსაკუთრებით არ იყო საკმარისი კონტროლის მექანიზმი ძალოვან სტრუქტურებზე. ეს ფაქტია. და არ შეიძლება თქვა ის რაც მე არ მოწონდა წინა წლებში. რა თქმა უნდა, მე არ გავეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას და ძალიან ბევრია ჩემს გარშემო იმ პოლიტიკურ გაერთიანებაშიც ძალიან ბევრი, ვინც ამას აღნიშნავს. ეს იყო გულწრფელად დიდი პრობლემა. კომუნიკაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა ბოლოს, უბრალოდ რაღაცა სეგმენტები საზოგადოებაში გარიყული იყო, რეალურად თანამდებობის პირები ისე მოხდა უნებლიეთ, რომ არ იქნებოდნენ პატრონობა და პარტნიორობა. ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ეს პარტია იყოს ბევრად უფრო ჯანმრთელი, ჯანსაღი, სამომავლოდ, თავად უნდა მოახდინონ იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ შეცდომები და თქვენი ზოგიერთი თანაპარტიელი ამბობს, რომ დანაშაულებები
ადამიანებიც იყო, იმ ადამიანებისგან გამიჯვნა და რაც პოლიტიკური ნაწილის შენარჩუნება. ანუ ყველას ეკომაგებით, ყველას იცავთ. ვანო მერაბიშვილი თავი პოლიტიკური პატიმარია, დიდი ბანერია მისი გამოყრული. მე ხა ადამიანები ვზივარ თქვენ წინაშე. ანუ თუ იყო რაღაც კონცენტრაცია. გუსვადიონ და ორი ბრალი მაქვს წაგანებული. ძალიან მაგრამ მაგრამ რეალურად მე არ ვარ გამონაკლისი. ასობით ადამიანი დღენია დღე გამოშვებით მერიაში არ არსებობს პრაქტიკულად ადამიანი, ვინც იქ არ არის ნამყოფი. ხელისუფლების დროს ორი წლის განმავლობაში ხო თავისუფლად შეგიძლია, როდესაც ხელისუფლებაში მოხვედი ახალი ძალა, სასამართლოს გზით დაუმტკიცო ამ ადამიანის ბრალეულობა. ასე შემთხვევაში რა თქმა უნდა, ვინ არის ახლა დაზღვეული იმისგან, მე ხომ არ ვიცი რეალურად, ახლა სხვადასხვა უამრავი თანამდებობები არსებობს ხელისუფლების პირობებში, ხო? ვინ რა კონკრეტული გადაცემა ჩაიდინა? გასაგებია დამტკიცა სასამართლოს გზით. ბევრი ამიტომ ვილაპარაკოთ. გიგი უგულავა იქნება ის პირველი ნომერი? დიახ. იქნება. თუ ასე ვთქვათ, ხართ მზად აი ამ საჯარო ცხოვრებისთვის. თქვენ იცით, რომ ეხლა დიდი ყურადღება წამოვა, იმიტომ რომ შეგესყუდებათ ეს პირადი სივრცე და მეტი ეს ძალიან სერიოზული ყურადღების ცენტრში მოხდებით. მინაიდან ჩემი წარსულის გავლილი წლები, 25 წელი მაძლევს იმის საშუალებას, რომ იყო ძალიან მოქნილი და კომფორტული ამ ამბულვაში. მე ნამდვილად ვსათვარ ამისათვის და მეტიც. მე ჩემი მოსვით ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ნამდვილად მინდა რომ კიდევ უფრო გავაკეთიშობილო, ანუ უფრო ადამიანური გახდეს, სოციალური მიმართულება და ბრთა გაძლიერდეს. მე მესმის ბევრი პრობლემები იყო, ბევრი შეცდომები იყო, მაგრამ უმამრავი წარმატება იყო, ხომ? არ შეიძლება ჩვენ მხოლოდ ვილაპარაკოთ წარმატებობაზე, შეცდომებზე, რა თქმა უნდა. არავინ არ უარყოფს ამას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა მათ შორის თქვენც იცით, რომ მომავალ პოლიტიკური ცხოვრება ამ პოლიტიკური გაერთიანების გარეშე ვერ შედგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში გატარდეს რეფორმები და ეს დაიწყო უკანასკნელი 7-8 თვის განმავლობაში და გაგრძელდება ნამდვილად და რა თქმა უნდა იქნება რამდენად არის ეს არჩევნები კარგი დრო იმისთვის, რომ დაუშვათ, ანუ უბრალოდ თუ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში თქვენ გაქვთ უკვე იმდენი ნდობა, რომ არჩევნები ეგენდობა. მაქვს მაღალი წმენა, რომ არა, მაქვს მაღალი წმენა რეალურად რომ ჩვენ მოუახერხებთ რატო ნორმანიას თბილისში, ამ შემთხვევაში თბილისში დამარცხებას. მე მაქვს აი ამ წვენით მოვდივარ ვინაიდან ესეთი კითხვა მაქვს, თბილისში ნორმანიას დამარცხებას მოახერხებთ, თქვით თბილისელობა არის ერთ-ერთი უპირატესობა თქვენი ამ არჩევნებში. თქვენ ციტატ ეს ფრაგმენტი წავიკითხე სააგენტოების გავრცელებული, რომ თბილისელობა ეს პროფესია, პრაქტიკულად პროფესია. ციტირება მოვიყვანე, ეს არის გოგლა ლეონიძის ფრაზა, რომელიც თქვა, რომ თბილისელობა პრაქტიკულად პროფესია. მე გულისხმობ, რომ არ არის აუცილებელი იყო თბილისში დაბადებული გაზრდილი და იყო თბილისელი, ნამდვილად, პირიქით, მე სრულიად წარმომავლობა არაფრის შუაში არ არის, თავარია შინაარსი. და რეალურად რაზე გავაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც თბილისის მერობა გინდა, ძალიან კარგად უნდა იცოდე თბილისს და თბილისში არსებულ პრობლემებს. მე მიმაჩნია, რომ მე ძალიან კარგად ვიცი და ამავე დროს მიმაჩნია დათანადმად ეს არის ელემენტარული. უნდა იცნობდე, თუ აი რა არის ეს თბილისელობა? ნიკა, თქვენ ეთანხმებით თბილისელების ნაწილის, მე ვიტყოდი არაკორექტულ, არაეთიკურ კრიტიკას ნარმანიას მიმართ, იმ ხრივ რომ ის არ დაბადებულა თბილისში, იყო ასეთი შენიშვნებიც. კი, ეთანხმებით. არ ვეთანხმები ნამდვილად, ვინაიდან ზუსტად ეს თქვი. არა, აღნიშნავ, ჩვენ შეიძლება დაიბადო თბილისში, გაიზარდო თბილისში, თუმცა იგივე ადამიანს, ვინც ამას ამბობს, შეიძლება უთხრა, რომ თბილისად ვერ შედგე დაუშვათ, ხო? და პირიქით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თბილისს უნდა იცოდე. უბრალოდ უნდა იცოდე, მათ პრობლემატიკას უნდა იყო გაცნობილი და ნამდვილად ვიცი, რომ დათო ნარმანია თბილისს არ იცნობს. ნამდვილად ვიცი, რომ დათო ნარმანია თბილისს როცა არ იცნობს, ვამბობ, გულისხმობ შეიძლება იყოს მთელი რიგი უბნები თბილისსაც ნამყოფიც არ არის. ელემენტად არ იცნობს, იმ პრობლემას რა თქმა უნდა. თბილისის? თბილისის ყველა ფიჩა ვიცი. ნამდვილად, კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ბოლოს რეზუმე რო გავუკეთოთ, თქვენ იქნებით მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა იქნება საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის ჩანაწერი კანონმდებლობის, რომ საკრებულოს და მერობის კანდიდატი ერთდროულად ერთი პირი ვერ იქნება, ამას შეუწყუდა მხოლოდ ხელი უგულავას, რომ არ ყოფილიყო მერობის კანდიდატი და პარალელურად სიის პირველი ნომერი, თუ არც იყო ეს გადაწყვეტილება. არა, ეს გიგის გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი, თუმცა უამრავი შეზღუდვა
განახორციელეს, მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უპრეცედენტო ცვლილება და იცით თქვენ ალბათ, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, თქვა კანონში, რომ რეალურად, ოდესაც თვითმმართველობის არჩევნები დასრულდება, ყველა იქ დასაქმებული ადამიანი 15,000-მდე იქნება მოვალეობის დროებითი შემსრულებელი და ამას დაემატა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის განცხადება, თქვა, რომ 3 მინისტროებში 2 წელიწადია ისინი ხელისუფლებაში არიან, უამრავი ხალხია დასაქმებული, ვინც ხოლმე თავის მოდუღებით არის დაკავებული. ამიტომ ეს არის პრობლემა. იყო ლაპარაკი, ბატონო, თქვენი ხელისუფლების დროსაც ბევრი იყო ალბათ ასეთი, ეხლა თავი პროცესი გამჭვირვალე წარიმატდა. გზავნილი რა არის? გზავნილი ისინი ითვალისწინებენ რა. არ გეტყვით აი ხა არის გზავნილი. ითვალისწინებენ რა, რომ სამწუხაროდ უმუშევები უფრო ბევრი არიან დღეს. ვიდრე დასაქმებულნი და ეს მეზეში გზავნილი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრმა თითქოს დაუსაქმებლებმა რომ ირწმუნონ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს სამწუხაროდ აი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამის განცხადება არის როგორც მინიმუმ არაკორექტული ნამდვილად. თქვენ ახლა უფრო ცდილობთ კონკურენტის კრიტიკას, მე დავაკვირდი კამპანიის დროს ალბათ უფრო თქვენ თავზე გააკეთებთ აქცენტს, მოგიწევთ ჩვენ კიდევ მოხვალთ ალბათ, ხო? მე კარგად არ გიცნობ, მაგრამ მომწონს რომ ოჯახში გაქვს თავისუფლება აზრების, ეს კარგი დეტალი იყო მასში. ოჯახში სამეურვეში და ყველა იმ საზოგადოების ჯგუფში, სადაც კი მე ოდესღაც მომიწია ურთიერთობა. დიდი მადლობა, ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი, იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ნახვამდის ყოველთვის შევხვდებით. დიდი მადლობა.